აღმაშენებლის გამზირზე ვარ, აქ არის ასევე სწრაფი კვება, ოღონდ ეს არის არაბული სამზარეულო, ჰალალ კაფე, სახელი არ აქვს და აგერ ვუყურებ მენიუს. რატო ვამახვილებ ყურადღებას მენიუზე? იმიტომ რომ ახლა იდგა მზარეული და გვეუბნებოდა რომ არაფერს არ ვამზადებთ, საჭმელს არ ვაკეთებთ, თუმცა მენიუ არის საკმაოდ ვრცელი. ძირითადად ფალაფელზე მუშაობენ, იმიტომ რომ ეს არის ესეთი არაბული კერძი, ფალაფელი. და აი ნახეთ აქ რამდენი კერძია, ხო? ბურგერებიც არის, აგერ გუფთა, საუზმესაც სთავაზობენ და კრისპი მენიუ და ასე შემდეგ. ნამდვილად მუშაობენ. დაფა ნახეთ რა მდგომარეობაშია, უკვე დაფიდან შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვთქვათ. აქვე არის აი კარტოფილი, ნახეთ, ოღონდ კარტოფილი არის არა ფრის კონკრეტული კარტოფილი, არამედ ახალი ნედლი კარტოფილი გასუფთავებული, გამზადებული და შემდეგ აი ამ ფრის აპარატში იწვება. ეს არის რაღაც ბურთულები, არ ვიცი რისია, უკვე შემწვარია და მისართმევად არის გამზადებული. შეხედეთ აი როგორი საშინელი მდგომარეობაა, ნახეთ. ზეთი როგორ მოწვეთავს ყველგან აბსოლუტურად და აი შეხედეთ როგორი სიბინძურია. გამწოვი არის გასაწმენდი, თუმცა ბადე არის გაკეთებული სარკმელზე და ეს არის რა თქმა უნდა სწორი. ბადე უნდა იყოს. სუნი არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ნაგვის პარკი არის აშკარად გასატანი. ზედმეტი ნივთები არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მტვერის დაგროვების საშიშროება არ ხორციელდებოდეს. აქ არის ნახეთ კარადა ვითომ სუფთა ჭურჭელი, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიტყოდი რომ აი ეს ჭურჭელი არის სათანადოდ გარეცხელი და სუფთა. შეხედეთ, აი ამას გაჩვენებთ. აი ჭურჭელი ამ მდგომარეობაშია, შეხედეთ ჭურჭელი აშკარად გასარეცხია. ქალბატონო, როგორ არ მუშაობენ? აგერ არის მზა საკვები, ნახეთ? აი მზა კერძები, როგორ არ მუშაობენ? რას ნიშნავს არ მუშაობენ? აი მართლა ვერ ხვდები, აი ეს მაცივარი არ არის? რამეში ვცდები? აი ეს კარაქი, აი აქ ნახეთ, ფარში არის გამზადებული შესაძლოა, აი ობიექტი რომელიც არ მუშაობს, ეს არის სავარაუდოდ მუხუდოს ფარში გამზადებული, როგორც ვხედავ, ხორცის არ არის, მწვანილი დაჭრილია, გამოსაყენებლად, ახალი მწვანილია სხვათა შორის. აი ძალიან უსუფთაოა ყველაფერი აბსოლუტურად. აი გული მერევა, ეხა ყველაფერს ხელს ასეთ ვკიდებ. მაიონეზია შეკმაზული, ოღონდ როგორ არის შეკმაზული და როდის ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დათარიღებული არაფერი არ არის. მაცივის მდგომარეობაც ნახოთ. აი აქვე ნახეთ, აი რამდენჯერ გამოყენებული პარკია, მაგრამ აი უფრო საშინელებას გაჩვენებთ ახლა. ეს არის აი პარკი და აი ეს ხო ვერ გაირეცხება. აი ნახეთ. აი ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. აი როგორაა ჩაყრილი ხორცი, ნახეთ. აი გული მერევა, შეხედეთ, აი შეხედეთ როგორ არის ეს ყველაფერი ჩალეწილი, ნახეთ. და აი ეს თასი, აი ეს ნახეთ, აი როგორ დევს ზევიდან, აი ეს ყველაფერი უწესრიგოდ გაურეცხავი, აი აქვედეს გაურეცხავი მწვანილი, რაც ყოვლად დაუშვებელია და არ შეიძლება. აქვე მიმდინარეობს დეფროსტაცია ქათმის ხორცის, აქვე არის მუხუდო და აქვე არის აი მწვანილი და მაცივარი გასაწმენდია. მაცივარი გასაწმენდია. მაგრამ მაცივარის გარდა აი ასეთი სიბინძურე იყოს ობიექტზე, აი ნახეთ, აი ასეთი სიბინძურე იყოს ობიექტზე, ყოვლად დაუშვებელია. ამას შეხედეთ, უბრალოდ აი ამ ხელით რომ ადამიანი საკვებს დაამზადებს, ნახეთ. დეზობარიერის ნაცვლად აქ არის მუყაო, აი ესეთი მუყაოს ხალიჩა, რომელიც რა თქმა უნდა არ არის სწორი, არა ჰიგიენურია, უნდა იყოს ჩვეულებრივი დეზობარიერი წვიმაში, რომ ტალახით არ შემოვიდეს ადამიანი. და არის აი ესეთი ძალიან რაღაცა ფიცრებიდან გაკეთებული მაგიდები და სკამები, ესა ეთყობა ყუთები იყო და ამ ყუთებისგან გააკეთეს მაგიდები და სკამები. აი რა გითხრათ, სარემონტოა ობიექტი, იმიტომ რომ ძალიან ჭუჭყიანი კედელია, თუმცა თქვენ მზარეული შარვალი რო გენახათ, ეს კედელი სუფთა და ფითქინა იმასთან შედარებით, როგორი ჭუჭყიანი შარვალი ეცვა და როდესაც მზარეულს ესეთი ბინძური ტანსაცმელი აცვია, რომელ სისუფთავეზეა საუბარი. ის კარგ საჭმელს გაგვიკეთებს, ჩვენ სუფთად არ მჯერა.
გაქცეულია და იმიტომ არ გვყავს ახლა კადრში, თორე გაჩვენებდით. აქვე არის საფერფლე, შეიძლება არ ვიცი, ეწეოდნენ გარეთ და უბრალოდ შემოიტანეს და აქ დადეს, მაგრამ ჩვენ აქ დაგვხვდა ეს საფერფლე თავისი სიგარეტის დამწყობი. აქაც პროდუქტებია. დაწყობილი პროდუქტები, კბილის პასტები რატო არის აქ, არ ვიცი, აი ეხლა ნახავთ ამასაც და რაღაც ეჭვი გამიჩნდა ეხლა მე, იმიტომ რომ კბილის პასტა და ჩოთქები, ჯაგრისები, ვიცი მე რითი მთავრდება. ნახეთ რა ბინძურია ტილოები და აი ამასაც შეხედეთ, აი ტილოების მდგომარეობა ნახეთ და აი გადაიხედეთ უკან თუ რა მდგომარეობაა. სრული ანტისანიტარია. აი სრული აგამზადებული საკვები ნამდვილად არ იჭმევა, საკმაოდ ბევრი დარღვევაა. ეხლა მოვიდა ქართულენოვანი, ანუ უпростоრად ქართველი ადგილობრივი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ეს ჩემი კაფეა, მე ავიღე და უბრალოდ მზარეული არის არაბი და როდესაც ვკითხეთ, რომ რატო გაქვთ ამდენი დარღვევა, აღმოჩნდა, რომ უკვე დაჯარიმებულები არიან სურსათის სააგენტოს მიერ. სისუფთავე ნამდვილად არ არის ამ ობიექტზე. აი ესეთი ვენტილატორი ჭუჭყიანი, რომელიც რა თქმა უნდა მტვერი ასევე ეცემა საჭმელს. აღმაშენებლის გამზირზე ზოგადად მრავლად არის არაბული, თურქული, ინდური ობიექტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ჩვენი კანონმდებლობა არ მუშაობს. საქართველოს კანონი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის ერთი და უცხოელებისთვის და აქ არ აქვს მნიშვნელობა უცხოელი შემოვა თუ ქართველი შემოვა. გარანტირებული უნდა კონდეს სუფთა და ხარისხიანი საჭმელი. აქ არის სველი წერტილი, აქ არის ტაფები განთავსებული. აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია საპირფარეში. ამას შეხედეთ უბრალოდ, აი აქედან ამოდის, აქ შედის თვითონ მომსახურე პერსონალი და შემდეგ აი ბინძური ფეხებით ამოდის უშუალოდ ზევით სამზარეულოში. ნახეთ, აი იქვე აბაზანა არის. იქეთ ბანაობს, ეს არის საპირფარეშო და ნახეთ, ეს არის სამზარეულოს მიმდებარე ტერიტორია. აი ხა მინდა გაჩვენოთ, სადავარ, რა ადგილას ავარ. აი ნახეთ, რამოდენიმე ნაბიჯი და ვარ სამზარეულოში. ყველანაირი დასუფთავების გარეშე. აი ნახეთ, რა სიბინძურია. შეხედეთ, კედელს ნახეთ რა მდგომარეობაშია და მეუბნებიან, რომ ეს არ მუშაობს. ძალიან კარგად მუშაობს. აი ესეთი მდგომარეობაა, ძალიან მწუხვარ და იმედია, რომ ამას გამოასწორებენ, იმიტომ რომ ეს ობიექტი აშკარად გადასაკონტროლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და ფიქრობ, რომ არის დასაკეტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრიტიკული შეუსაბამობაა.